რა უნდა ვქნათ, თუ კი დანის წვერი გვერდით გაიქცა და აი ასე ამ მდგომარეობაშია. პირველ რიგში იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ დასაკეცი დანა ჩვეულებრივი მექანიზმია, რომელმაც შეიძლება ხმარებაში მოიშვას, მოსუსტდეს, ასე ვთქვათ და შესაბამისად საჭიროებს შეკეთებას. ახლა გასწავლით როგორ უნდა დავაბრუნოთ ცენტრში გვერდით გაქცეული პირი. პირველ რიგში უნდა გქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტი, იყიდება ესეთი ნაკრებები უამრავგან და შეგიძლიათ შეიძინოთ, თუ კი დანები გიყვართ და მოვლაც გაინტერესებთ. პირველ რიგში უნდა მოუშვათ ზედა დამჭერი, ოღონდ ძალიან ოდნავ უნდა მოუშვათ, იმისთვის რომ უბრალოდ ამან სიარული შეძლოს, აი ესე მოძრაობა შეძლოს. ამის შემდეგ ვუშვებთ ქვედა ჩარჩოს დამჭერს, აი ყველაზე ქვედას ვუშვებთ შედარებით ძლიერად, აი ესე. ამის შემდეგ ვიღებთ პატარა ქაღალდის ნაგლეჯს, კეცავთ იმ დონეზე, რომ განაპირობოს წვერის შუაში გამოწევა და ესე უნდა ჩავაყოლოთ აქ. აი, ჩანს ხო წესით? კი, ეს ძალიან არის ახლა. აი ესე. აი შო, წვერმა შუაში გამოიწია, ამის შემდეგ ვუჭერთ ჯერ ბოლოში თავიდან კარგად და მერე უკვე ვიწყებთ აი ამის მოჭერას ნელ-ნელა. 1 2 3 გავდეთ. ამ ვიღეთ და დანის წვერი არის შუაში. დანა შეკეთებულია. ეგ არის და ეგ. მადლობა.